აი მეგობრებო, გაიჟღერა ეს ნახე, ნუ დასრულებულია უკვე, როგორც ხედავთ, ესე იგი ეს რა უხეშად. უხვედე, ტვერი და ლამინატი უნდა დავიღო უკვე აქ და ესე იგი რა ხდება. უნდა დავაპილასოსო, ნახავთ ეს ტვერი გავიღო კარგად და შემდეგ უნდა დავგრუნტო. აუცილებლად ეთვალისწინეთ, ყოველთვის ჯობია გრუნტის აკეთება იატაკზე ლამინატი იგება იმის გამო, რომ შემდეგ სიახლეზე უნდა ტვერი რაც მინდა გასაგებად სუსტად იყოს იატაკი. დროთა განმავლობაში ტვერი მაინც ამოქვემოთ და შემდეგ ლამინატის ქეჩას რასაც ვეძახით, იმას დაადნობს შეჭამს ასე და ლამინატი უკვე აღარ იქნება იმ მდგომარეობაში ეს საუბრობთ ხდება ალბათ ლამინატს დააგებოთ თუ ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინეთ 5 წელს შემდეგ უკვე ლამინატს როცა შეჭდა იღებ ქვევით აკეთება საშენ მდგომარეობა. ამიტომ ეხლა დავიწყოთ დაპილასოსება და დაპილასოსების შემდეგ გაჩვენებთ გრუნტის აკეთების სისტემას და შემდეგ უკვე ლამინატის კეფისაც არ დავაგებთ თავისთავად დაგებულ ლამინატს რაც ალბათ დროებით წავიდა. აი მეგობრებო, ზანდა ვიდეოში ჩანდა თუ რაოდენო ტვერი იყო და მოჩ. ასე. ეხლა გავასხამ. ნუ ეს აღებებია, მაგრამ ახლა მცირედი დაზიანებებია აქვს იატაკს. იმიტომ რომ არ დამისმენია თვით სწორებადი და ჩემი გავაკეთე ასე თქვა, დავგეთეკე. წებოცებით გავაკეთე. საკმარისია იატაკს სისორი აქვს ძალიან კარგი და ძალიან ამერად სწორებადი არ გავასწორო, რომ ნუ სამსაძლებელი თელი ამბებია ზურზე გადიოდა და ასე თქვა შეიძლება მოსაკუთრებით იმიტომ რომ გრუნტი სწორებადი მასალა ის და ზურზე გადიოდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ პედიკით გამოსწორებით ასე თქვა და პედიკით ასოლებაში დამოვიყვანე ბევრად იაპეთ. ნუ კი კარგია იატაკსაც ინახავს, სწორებადი უშუალოა, რაზე საუბარი, მაგრამ საკმარისია ესეც სულები. ეხლა აქ დავასხამ, ჯერ დავასრულებ კარგად ამ იატაკს, რომ ძალიან გამშალია სტიაშკა და შემდეგ იმას რო შეიშობს, იმის შემდეგ დავასხამ გრუნტს. ხო ნახეთ რა მოვა. კარგი თამრება, აი დავასხ წყალი. ეხლა მას კიდე ცოტა ხანს დავიღებ შეიშობს. შემდეგ უკვე გრუნტი გასნელი მაქვს. ალბინას გრუნტია, კაპაროლში მაქვს შეძენილი, ძალიან კარგი გრუნტია და ნუ საღებ ასე ვთქვათ, კაპაროლში ვყიდულობ, კაპაროლის მაშინ სამყარო კაპასილანი. ასე ძალიან მაგარი რა გაიცეთ იმას. ნუ კეჭკეჭი უნდა თქო, რა თუ იქნება მესეჯი საინტერესებს. ვაჩვენე და აუხსნი როგორია და რა ის ძალიან მაგარია გრუნტიც ეს გრუნტიც ძალიან მაგარია და ნუ რა ვიცი ეს სიტყვით ნახოთ რა ის დავასრულე და აქეთ გაჩვენეთ გრუნტს დავასრულე და შემდეგ ის მოხდა შესაძლებელი ამას ერთ პირშეუღები შემდეგ უკვე მშრალი იქნება ეს იატაკი და ნუ დავაგებ უკვე ლამინატს. რა შეიძლება რემონტს ესე იგი სულ დაცვით გავაკეთე ყველაფერი ჯერ ასე არასდროს ასე დამგეთებია იქიდან გამომდინარე რომ ნუ სივრცეები აქვს რა ხე ასე ხონდია ერთი საფული ეხლა ნუ ეხლა გადაგატოლიდები დანარეული ყველაფერი და შემდეგ დავასრულე ყველაფერი და გადავიდეთ ხონდა ვიდეოს და განახოთ ყველაფერს რა გავაკეთე. მაგრამ საინტერესოა რომ სული დაცვით გავაკეთე ყველაფერი გულისხმობს გას. ესე იგი გარესვა ქვიშა ცემენტი გაიგე საკეთები აქ და 2 წელი გავიდა გარესვიდან. იმის შემდეგ შტაგნერ გავაკეთე აქ 100 კვადრატია ის საფული და ასეთი მეორე სასწორებელი მაქვს კიდევ აქვე ნუ მესამე სართულია მეორე სართულზე 100 კვადრატია ნუ მესამე სართული მეორეა ეს და მესამე სართულზე ხო 100 კვადრატია ისიც. ესე იგი ეს გავშორეთ ჩვენ დავასრულე ალები სევით წარმოიდგინეთ 100 კვადრატი მარტო სამსაძლებელი ჰოლი შესასვლელი სამზარეულო მისალების ალას ხო და სანამის დაუშვებელი დავასრულე ის კვადრატი რაღაცები. მე ჩამოვიდი ქვემოთ კაფელები და ეს ავანზანასთან დავასრულე წავიდნენ მინიმუმ 3 თვე მიეცა საშუალებაში მარტო ნახშავი. ეს ხო გაშა შემდეგ 2 დილი დავუდი. კედლები ჯერ ვახსნა დამდუდია და იმის შემდეგ რო გავხდები თქვა ერთი ოთახი პირობითად ლევს საათის შემდეგ შეიძლება რომ მეორე საკითხს მაგრამ 22 საათი არის შოვის საშუალება მიეცი, იმიტომ რომ სხვა სამუშაოებია საკუთარ კონდა ამ დოკარია როდესაც სიმუსე დიდი გაქვს სამუშაო. მე მიხვედი რეკომენდაციები დაკეთე ყველაფერს როგორც საათი და როგორც წესი. ხო და რა ვნახოთ. ყველაფერი კარგად იდეალურად გავიგდა ყველაფერი და ნუ ჯერ კიდევ მაქვს აქცენტ ბევრი საქმე არ მოსაკავშირდი. მე გავსვლა ამის დასრულებული ვერსიაზე ვიდეოზე და გადავიდე და შემდეგ ზევით მეორე მესამე სართული სადაც არის იგი დაშორებული გადადებული უკვე გასაგებად მაგრამ ნუ აბაზანა გასაგებია უბრალოდ კაბლები ატაკ დასაგებია მაქვს საკმაოდ და შემდეგ დასაგებია. იმას გაჩვენე მდგომარეობაში მაქვს და რატო გამჭირდება ის დასრულებას. ამ ბევრი საქმე არ მომწაჩენდი. ასე რომ უკვე აჰა როგორც ჩანს შეიცვალა ძალიან კარგად და ეხლა უკვე დავასხამ გრუნტს და მოჩ იქნება გადადებული ყველა ლამინატისთვის დასაგებად. მეგობრებო, იატაკის დავუბრუნდე.
თუ როგორც ხედავთ, რა თქმა უნდა, კარგად დავასი გრუნტი, მხოლოდ ცოცხლით მეტი არაფერი. უბრალოდ ამ ნუმეროში კარგად ასე გამოდანებოდი. ეს გრუნტი ამ დროს. ეხლა დამისვეს ვიღაცა ჭკვის ხონოფე მარ გამოვიდეს და ავაკი ცირა რომ დგას ასე იამები აქვს და მის აქვს და ეს აქვს და რაღაცები და თელი გამდები. რო დავყავით, შემდეგ დავიდეოს. და ნახავთ თვითონ როგორაც იქნება ის რაიგება გამნადი, ეგონება რომ დაწესებულია კაფეები და ლახმი გამოვიდო რომ არა ერთად გამიკეთები და ვიცი ასე ხო ჩემგასული იარაღი როგორი არის. ასე რომ ადიოს, ლამინას აგებდა და შემდეგ გავაცერთ.